ცოცხალი მეხსიერება და ქვაში ჩაწერილი ცოდნა. ვინ იყვნენ ფრანგების წინაპრები? გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. მე მქვია თამარი მაისაშვილი, ციხელაშვილი. საფრანგეთში ვცხოვრობ საკმაოდ დიდი ხანია, 98 წლიდან. პროფესიით ვარ ოფიციალური თარჯიმანი, თუმცა ძალიან ბევრი საკითხი, მაგალითად ისტორია, კულტურა, სხვადასხვა საკითხები მაინტერესებს და გამუდმებით ვცდილობ, რომ გავიგო უფრო და უფრო მეტი. ვცდილობ, რომ განვითარდე იმ სფეროებში, რომელიც არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი მეკითხება, თამარ, შენთვის როგორი ხალხი არიან ფრანგები? სანამ ამ შეკითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, გეტყვით, რომ ახლა რომელ კადრებსაც გთავაზობთ, ეს კადრები გადავიღე აგვისტოს ბოლოს. ეს არის ლიონი, ქალაქი ლიონი საფრანგეთში, რონის სანაპირო. მართლაც რომ ულამაზესი ხედი იყო და სურდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს საოცარი დღე საღამო. ახლა მივსეირნობთ რონის სანაპიროზე, ძალიან ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ადამიანმა გაისეირნოს, სასიამოვნო დრო გაატაროს და დატკბეს ამ საოცარი ხედებით და სილამაზით. ულამაზესია რონის სანაპირო, მართლაც საოცარია. დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას, როგორი ხალხია ფრანგები? იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორები არიან ფრანგები, უნდა ვიცოდეთ თუ ვინ არიან მათი წინაპრები, ვისი შთამომავლები არიან ეს ხალხი ფრანგები. ფრანგები არიან გოლების შთამომავალი. გოლები, რომლებიც საფრანგეთის დიდ ტერიტორიაზე, თითქმის 80% ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გოლები. ისინი იყვნენ სელტები. მათ ჰქონდათ საოცარი ცოდნა, ძალიან განვითარებულები იყვნენ ძალიან ბევრ სფეროში. ისინი იყვნენ ანიმისტები, თუ არ იცით რას ნიშნავს ანიმისტი, შეგიძლიათ მოიციოთ. მე მოკლედ გეტყვით, რომ ანიმისტი ნიშნავს, რომ მათ აქვთ რწმენა იმისა, რომ ბუნებას მართავენ სულები, რომლებიც ადამიანური ნებისა და ანალოგიის მაგვარია. აი ეს რწმენა იყო საფუძველი ყველა იმ რელიგიისა, რომელიც მოგვიანებით წარმოიშვა. კელტები იყვნენ ძალიან ძველი ხალხი, რომლებიც ევროპაში რომაელებამდე ბევრად ადრე ცხოვრობდნენ. ისინი დიდ ბუნებაში, ტყეებში, მდინარეებთან და მინდვრებთან ახლოს სახლდებოდნენ. კელტებს სჯეროდათ, რომ ბუნებაში ყოველი ხე, ქვა და მდინარე განსაკუთრებულ ძალას ატარებდა. ამიტომ მათი ღმერთები ხშირად დაკავშირებული იყვნენ მზესთან, მთვარესთან და მიწასთან. ევროპაში დღესასწაულების ტრადიცია სწორედ სელტებიდან მოდის. მათ ჰქონდათ ასეთი ტრადიცია, ისინი იკრიბებოდნენ, ანთებდნენ კოცონს და აწყობდნენ დღესასწაულებს. მოკლედ დამარტივად რომ გითხრათ, კელტები იყვნენ ევროპაში რომაელებამდე მცხოვრები ხალხი, რომელიც ბუნებას სცემდნენ პატივს. ისინი იყვნენ უბადლო საოცარი მეუღლები და ქალაქ ლიონის პირველი მცხოვრებიც სწორედ ისინი იყვნენ. კელტებს ძალიან ძლიერი მისტიური მხარე ჰქონდათ. მათი ცხოვრება ბუნებასთან და უხილავ ძალებთან იყო დაკავშირებული. მთავარი აქ ის არის, რომ ისინი არა მხოლოდ ეთაყვანებოდნენ ბუნების ძალებს, არამედ მათ ესმოდათ ბუნების. დროიდები იყვნენ ძალიან მისტიური კასტა. ისინი იყვნენ ბრძენების კასტა, რომელიც მართავდნენ სელტებს. მართავდნენ და ამავდროულად ასწავლიდნენ, ცოდნას გადასცემდნენ. ისინი ცოდნას გადასცემდნენ როგორც თავის ხალხს, აგრეთვე ინიცირებულებს, რომლებიც შემდეგ დაიკავებდნენ დროიდების
ადგილს, დროიდების კასტაში ადგილს და ეს ცოდნა გადაეცემოდა მემკვიდრეობით არა, თაობიდან თაობაზე, ისე რომ ეს სისხლით და ნათესაობით არა, ეს შერჩევით ხდებოდა ყველაზე მისტიური, ყველაზე გონება გახსნილი და ყველაზე ასე ვთქვათ, ბუნების ძალებთან ყველაზე დაკავშირებული ვინც იყო, მხოლოდ მას გადაეცემოდა ეს ცოდნა ბუნებრივად. ისინი არ წერდნენ, ისინი ცოდნას არ გადასცემდნენ ვერბალურად, თავიანთ ინიცირებულებს, როდესაც გარკვეულ ცოდნას მიიღებდა, დაუშვათ დროიდი, მათ მოათავსებდნენ სპეციალურ სივრცეში, სადაც იდგა სპეციალური საკრალური ქვები, რომელშიც იყო ჩაწერილი ინფორმაცია და ამ ქვებში ჩაწერილი ინფორმაცია ტელეპათიურად გადაეცემოდა ინიცირებულს სიტყვებისა და წერის გარეშე. ანუ ცოდნა თავად ირჩევდა მომავალ დროიდს. თუ დაგაინტერესათ ამ ვიდეო, გაგრძელება იქნება შემდეგ ნაწილში. მადლობა.